დღეს სპონტანურად ეპიზოდი ჯერ არ გადაგვიღია მე და ლაშას. სადაც მივდიოდით, ის გადაღება ჩაიშალა. ჩვენი მიზეზით არა რესპონდენტმა ვეღარ შეძლო და ჩემი დათო ლაბაძე რამდენი ხანია იძახის სასწაული ცხვარი იჭმევა მარნეულთან ქეშალოშიო. ხო და დავურეკე, იქნებ წავიდე ზუსტად მითხარი სად მეთქი და შემთხვევით ხო არ გცალია მეთქი. აღმოჩნდა რომ ცალია. თავისი მეგობარიც მოყავს და ეხა დრონს ავიღებთ მე და ლაშა საწვევით გავასვევთ მანქანას, ყავას დავისხამთ და ცხვარს შევიზამთ სახეში. ცხვრის კერძებზე მივდივართ. მოკლედ ეს ეპიზოდი ეძღვნება ცხვარს. რა კერძებს გავსინჯავთ უკვე თვითონ გვირჩევენ. ვისაც მივყავართ, დათო და ვოვა. აპიცე გავატაროთ. მადლობა. ნახე აქცია, აპლიკაციას თუ გაატარებ, ყავას მოყვება ორეოს მაფინი საჩუქრად. ხო და შვენიერი, კაი ამბავია ეგ. ქეშალოში ჩამოვედით. ქვემო ქართლის რეგიონი უნდა ვითვისოთ და სტუმრებით ვარ. გაიცანით. დიდი მადლობა რომ დაგგვაპატიჟე. და ასევე ჩვენი მეგობარი და ცოტათი მასპინძელიც, ხო? ცოტათი. შენ წარგვიდგინე. მინდა გამოუტყდეს შენს მაყურებელს, რომ ჩვენ ვიყავით ინიციატორები, იმიტომ რომ ერთი აი კულინარიის ერთი კულტურა რაც ცხვართან არის დაკავშირებული, აქ არის პიკზე. ვოვა ეგრეა და ვოვა არის აქ აკვანი ირწევა აქ კი და ვოვა არის ამ ცხვრის კულტის მიმდევარი და რამდენი წელია რაც აქ დადიხარ ვოვა 2006-დან მოყოლებული ცხვარი კარგი თუ სადმე იჭმევა ვოვა მიცის ეს ადგილები და გასინჯული აქვს და ისე კი მოყოლილს კი არ გეტყვის. აი ზუსტად რა უნდა აიღო, ვისთან უნდა აიღო, რას უხდება, ყველაფერში არის სუპერ პროფესიონალი. კარგი, მოკლედ, ბევრი რო აღარ ვისაუბროთ აქ გზაზე, მზეში, ქეშალო თქვი უკვე, რამიზი ქვია რესტორანს, რომელიც რამდენიმე ათეული წლის ისტორიას ითვლის და როგორც ვოვამ თქვა, აქ არ გააფუჭეს გემო და ხარისხი სულ უჭირავთ. დანარჩენი შიგნით თქვნათ, ჩვენი მასპინძელია ელბრუსი. ბატონი ელბრუსთან ვარ. კი ბატონო, წავედით, მაშინ შევედით. შევედით, თორემ მზე დაგვარტყამს. დაგვარტყა უკვე. მზე დაგვარტყამს და ცხვრის გარდა ვერაფერი გადაგვარჩენს მერე უკვე. ხოლო ცხვარი გვიხსნის. ელბრუს, ესე იგი, ქაბაბი. ხო. ოთხი ქაბაბი, წვადი ალბათ, სამი ალბათ წვადი და ხან ქაბაბი. ბოლოს თეთრი ხორცი. და ისა, ბასტურმა. ბასტურმაც. ამ რაღაცებს დაიღებს ოპერატორი რა. ცხვრის. ეგარი. ხინკალი შეიძლება? ხინკალი შეიძლება მე ბოლოს კეთვით რამოდენიმე წელს რო გავსინჯო. და ბოლოს ჩაი. ყველაფერს ცხვარს ჭამს დღეს? აი ბასტურმა რაც დათმოთხა ის ხება. ის არის საქონლო. კარგი. ოღონდ ძალიან გემრიელად წვავენ რა, ძალიან გემრიელად. საშუალო ხორცთან დამოკიდებულება მაგრა იციან. აი კარგად, ძალიან კარგად აკეთებენ, აი შენ თვითონ მიხვდები. თან ძნელია ცხვარი ისეთი აი ცხვრის მწვადი ყველას არ გამოსდის რა. არის საშიშროება რომ ან შალი გამოგივიდეს, ან ომი დაგჭეს, ან რაღაცა. ღვიძლივით არის, ხო? აი ღვიძლივით. ღვიძლსაც ნახავ ეხა როგორ აკეთებენ. თან როგორ არის, იცი მე თვითონ მინახავს ცხრები იყავთ, ანუ ხორცი კი არ ნახავენ მაცივარში. ცხვარი
დაჭირაცა. აყავენიკო. ხوارს ან ინდოში. კაი, ბევრს ნუ მომიყვები ხა. არ მოგიყვები, ნუ აქაურობაზე მოვაყოლა თუ წლების ეს არის კლიენტი მომხმარებელი სტუმარი და. აქ ძალიან რამდენჯერაც აქ არის ნამყოფი იმდენი სიხარული. ჩვენ ხო, ზამთარ ზაფხულ მუშაობენ ჩვეულებრივად. როდის საიდან აღმოჩინეთ ისე, როდის? არ ვიცი, ხა შეიძლება თუ არა ამის მოყოლა, მაგრამ პანდემია. გახსოვს? აუგუპუტო სახე. ხო, მაგრამ რამდენი წელი გავიდა ამინისტია გამოცხადა მაშინ. ხო, ამდენ შეგიძლიათ იმოგო. ხო და პანდემია და ყველაფერი დაკეტილია, ვერსად ვერ წასულხარ. ეს სხვა მართებელი თუ რა ქვია? ხვარმართები. მათ ქვიათ ხვარმართები. ცხრის თაყვანისმცემლები არიან ისინი და დღეს წარმართები ცხრის მიმართ ცხრის მხრიდან. კი. ხვარმართი? კაი. დღეს ვნახოთ მედალაშად შევემატებით თუ არა და მივიღებთ და ვიწამებთ. ხო, მაგრამ მე ჩვეულებრივ მორწმუნე და ეს მოციქულია. 12-დან ერთ-ერთი არის. ცხრის დღესასწაულიც გააქვს? ცხრის დღესასწაული გვაქვს ცენტრში. ქვია სხვა ნახევარი და 30. დაიწყო სხვარი და 20-იანი და მე ნენელა მასშტაბი იზრდება. წელს შეიძლება 2 სხვარი და 40-იანი. მართლა? აუ, დიდი მადლობა. ცხრის კერძები მზადდება ალბათ და არის დიდი ზეიმი.ენი თავწერები. ხო. მოკლედ ესეთი ის არის დღესასწაული. ეს არის უფრო კულინარული დღესასწაული, ვიდრე საეკლესიო. კომენტარებში ძალიან ნუ გადაგვივლით. 4-5 ადამიანი ვინც თავის თავზე აიღებს სხვისგან რაღაცა ეხერხებათ ამზადება. და ნუ იტყვიან რომ მე გავაკეთებ ამას და სხვისგან კეთდება 4-5 მინიმუმ, ხო? სხვადასხვა კერძი რა. რამე მართლა რამე თარიხს ამთხოვთ ხოლმე ან პერიოდს? ცოცავი გრაფიკი. აჰა, ცოცავი დღესასწაული. ოღონდ არც მთვარის კალენდარზეა მიმული. ბატონო. არც მზის, არც გრიგორიანული. ეს არის ცხრის კალენდარზე. როცა მოიცლით ბევრი ერთად, მაშინ კეთდება. ისე ზაფხულში ძირითადად ზაფხულში. ზაფხულ უფრო გაზაფხულის ბოლოს. ზაფხული რო იწყება. ხო, აი ბატკნობა რო დამთავრდება და უკვე ეს ბატკნები რო ცოტა დიდები არიან მაგ დროს რა. მაინც განასულიერა, განასხეულა. ხო და რა ის არის რა ქვია. არ მოგაყოლე. ეპიდემია. არ მოუყვეთ. პანდემია. არ არის მე მგონი მოსაყოლე მაინც ყვება. პანდემია და რა ვქნათ და აქ გითხეს რომ მოდითო და მოვედით როგორ იცი? მანქანები დავაყენეთ უკანა მხრიდან, გახსოვს? ხო, ანუ ჩუმად. ხო. მანქანები დავაყენეთ უკანა მხრიდან. შევედით, აი გზაზე დადის, აი იშვიათი 1-2 მანქანა თუ გავიდეს და სატვირთო ისიც, სატვირთო. ხო, შუქი არა გვინთია, წარმოიდგინე. ხვარი თუ დაგარღვევინებს კანო. მართლა სექტასავით, ვიღაცა რა შემოსულიყო, ბევრი ხალხი ჩუმად. კაი. ოღონ აქ არისო ეს. არა. ცოტა ისიც არა, მართლა ეგრე იყო. ღია სივრცეში. აქ შეუძლებელია დაგინახავდნენ და ხო, კი. რა კერძებს აკეთებთ ხოლმე ცხრის დღესასწაულს? წელს იყო. სხვადასხვა. წელს იყო. ნუ ჩაკაფული ყოველთვის არის, სტანდარტულია. წელს პირველად რაც იყო ბოზართმა, შაშანად მეორედ იყო ბოზართმა. ბოზართმა რა არის? ბოზართმა არის ბოზბაშის და ჩიხირთმას კვიდრი ბიძაშვილი. ეგ სხვა მავიწყდება რა გქვიათ სხვა მართების მოგონილი კერძია? არა, სხვათა შორის ბარბარე ჯორჯაძეს აქვს აღწერილი თავის წიგნში, კულინარიულ წიგნში. ბოზართმა. იქიდან გავიკეთა ძალიან გაგვიხარდა. არა, საინტერესოა. დიდი მადლობა. მადლობა. ჩიხირთმის და ბოზართმა ჩაკაფული ბუღლამა ხო იყო? იყო ბუღლამა, კი. ბუღლამა ვჭამეთ რაჭაში, ოღონდ ის რაღაცა სცენარის. არა, ის სხვა რაღაცა იქნება, ბუღლამა რა ხდება.
ძლიერი ოპერატორი რომ ყავდე. რაღაცა კუჭამოჭრილი ოპერატორი რო გაშოვია შენ უკუჭო. როგორ ნეტა იცოდა როგორ უყვარს ჭამა. ვიცი. ბოზართმა კიდევ გაგიმარჯოს. ეს როგორ არის თითურმე პირველად რომ მოიყუდებ დაახლოებით ნახევარი უნდა დალიო რაღაცა და მერე უკვე უნდა წოვიდე. პირველი კათხა რო გემრიელია უდის ეგრე. ეგეთი დიდი განსხვავება პირველსა და მეორეს შორის სხვა სასმელში არ არის. ხეროა და ბოზართმა კიდევ ჩამოთვალე. ჩაკაფული თქვი, ბოზართმა თქვი, ბუღლამა. ბუღლამაზე შეგაწყვეტნით. ბუღლამა როგორია? ბუღლამაც კარგია. ჩაშუშული აი ჩაშუშული. აი, მთელ პომიდორებში. რაღაცა ისეთი ძალიან კარგი. წვადი კანჭიც იყო. კანჭიც იყო, ოღონდ კანჭი მოთუშული იყო. ხო. მე მგონი იმაში ბადრიჯნებით, ბოსნეულით, კარტოფილით რაღაცეებით. და თუ გაგვიმართა და თუ იქნა მაგის საშუალება თეთრი ხორცი. რატო თუ იმიტომ რომ გიმართლა? ხშირად არ არის ხოლმე ეს თეთრი ხორცი შედა სამწუხაროდ. არა, იქ არასოდეს არ ქონია. შენ ქონია. მართლა? ჩვენმა მეგობარმა აბომ საფატილი და მოიტანა წელს მე ვფიქრობ რომ მეც ხوار შემოვიდე ერთ-ერთი ჩემი კერძით. კი ბატონო. შენ საქაბა ეს ხო არ უკავშირდება მალე რო გაიხსნება აი იმას. არა, ქაბაბი. შეიძლება დავანოს. კი, ძალიან მალე გაიხსნება. ჩემი საქაბაბი და იქ სამცხურის არ არის ეს ქაბაბი. ხო, მაგრამ არა უშვებს. ხო, მაგრამ ნუ კარგი. თბილისში ცხარზე დიდი მოთხოვნა არ არის. არიან მოყვარულები, მაგრამ ძალიან ბევრი არ არიან. ჩვენ რაღაც კარგი. ცოტა ისე და თან რა არის, იცი, ზოგიერთი მოყვარული არის, აი გზაში რო ვლაპარაკობთ, აი მსმენია, რომ აი ისე აკეთებს ხვარს, რომ საერთოდ ვერ მიხვდები თუ ხვარია. რაღაც ხრის სიყვარულია ეს. გააკეთე მაშინ თუთით. თუ მაინც ვერ მიხვდები რა არის. და რომელი კერძით აპირებს შემოსვლას? რომელი კერძით აპირებს? ჩანახი ბიჭო, არ მქონიათ არასოდეს ჩანახი. რას ლაპარაკობ? ქონდა ჩანახი? მაშინ არ შემოვა. ჩანახი მაინც ხო მეზარება. ბადრიჯნე აჯაფსან და არა, ჩანახი არის. ბადრიჯნით და არა? ბადრიჯანი, ცხრის დუმა, ხორცი, პომიდორი, ზოგი კარტოფილსაც უშვება, ოღონდ. აქ მომზადების მეთოდოლოგიაა სხვანაირი. ეს ყველაფერი თიხის ქოთანში იშუშება, ცხובה, რა ვიცი, აი ეცობა და მზადდება. მოთაშორის ჩვენი საერთო მეგობრები ვიტო ხაჭიძე და დავით ნიკაშვილი არიან შესანიშნავი მზარეულები და ძალიან მაგრები. ჩვენ გვაქვს გაკეთებული ჩობან ყაურმაც კი, რომელიც მიწაში კეთდება. აი მაგათაც ოქროს ხელი და ორჯერ გავაკეთეთ, აი მოვსინჯეთ როგორი გამოვიდა სასწაული გამოვიდა. ჩობან ყაურმა გასინჯული, მაგ თუშეთში ეგარ გავსინჯეთ, თუშეთში დღეობაზე. ეგეთი გემრიელი. არ გავს თან რაღაც სხვა კერძებს. ოდნავ ისეთია, ქიმიანი კი არა, მაგრამ ცოტა ნაწუნა ხდება ეს ხორცი. და ის ჩანახიც მაგათ ეგენი აკეთებენ ჩანახს. ხო, მაგრამ როგორ აკეთებენ პატარა იმეებში? არა, გაცო. ხო ნახევარ და 30-იან ზეროა ლაპარაკი, პატარაში რა ვიცი. ხო, მაგრამ დიდ. ხელი მუღამი იმისი არის, რომ აი მადრიდში შეიძლება გააკეთოს. ხო, ხარ დასებული არაერთხელ. ო, ძალიან დიდი მადლობა. ნაგობა. აი ხა პომიდორი გასინჯერა. ესეც სხვარია, კაცო. გულდა ალბათ ცხრის იქნება. აფსინჯოთ. დატრიალდა სამყარო. აჰა. მოდი ესე გადავიღებ გადმოგაწ. გახოხული პურის ისინი. არა მადლობა. იმიტომ რომ ხო. მეორე კერძი გვაქვს შეკვეთილი. უი, ბოდიში, გადმოგაწოდეთ, ვიფიქრე. არა. მიირთმევდი. ბოდიში. მალო.
გადაღებაზე ვარ უცებ მითხრა ჯურამე საჩქარია. რა კარგი ყველია. გამომუნჯებელია. თქვენ ლაპარაკეთ მე. რა წვნიანია. ურბილესი. Приятно аппетит. მადლობა. Я поеду. დიდი მადლობა. კი. არ გაგზანდებოდით. ალალს. კარგად. მაყურებელს გავაცნოთ რამიზი ქვია ამ დაწესებულებას და ბატონი რამიზი არის აქაურობის დამფუძნებელი და არის ჩვენი მასპინძლის ბიძა, ელბრუსის биза. Დიდი мадლობა. Саул, спасибо. ძალიან Плохо, что გემრიელი. я по-грузински не знаю. Ну, мои дети все отличники. Оба уже окончили мединститут. Они, да, сейчас поедут в Германию. Там будет добавлять еще 2 месяца. Это 2 года, потом он получит диплом. თორე ქართული იცი? Картуль супер. Me арвици. არა უშავს. Наше время не было такой. Саул. მადლობა. Ваши друзья. ძალიან წვნიანია და გემრიელია. ძალიან გემრიელია. და ნახე. არაფერი არ აქვს. აი, სუფთა ხორცის გემო, ანუ ბევრი სუნელები რაღაც არა. აი, სუფთა წყლის გემოა. ხო. ერთ-ერთი კოწახური აქვს მოყრილი. რაც არომატი გემო. და ხახუც უხდება. ძალიან. მე ეს რო ბოლომდე ვჭამო დავნაყრდები. არა, ნუ გეშინიათ, სხვა შორის ძალიან მსუბუქია. ამასობაში შემოგვემატა ნეკნები და გაგვიმართლა თეთრი ხორცი. სულ არ არის ხოლმე და დღეს გაგვიმართლა. უთხარი გოგა რა არის ეს თეთრი ხორცი სანამ გადაიჭებს რა. მოდი ჩემი ხელით. რატომ გაგვიმართლა? შენ თქვი დათო. ეს არის დელიკატესია. დელიკატესი, ძალიან ცოტაა. ვოვამ დარეკა და იმიტომ გამოვიდა რომ შეგხვდა. ეს არის ცხრის სასქესო ორგანოები. მართლა? ხორცები, კი. ესეთი კონკრეტულად გასულ რა როგორ დაახეთკე? ხო, რა ვქნა ახლა სიმართლე. სათესლე ჯირკვალი. დაახლოებით ხო იგივე. ცხრის ყვერებს ჭამთ. ეგ რა. ბაიმე. არ ვიცი რა ამბავი მოყვება ამას შენ არხზე, მაგრამ რა ხო? რა იყო? ყვერები ერთ. კი. კი, არ ვიცი შენ ხმას ჩაიწერს თუ არა იქიდან ლაშა გვეუბნება თბილისში იყო სასადილო ყვერები. აი ეს უნდა აქედან ჩაკვიჩო და შეიძლება გადნეს მაროჟნებით. აი ამ სიურპრიზ მოვიტოვე. ბოლოს. დელიკატესი. აბა, პატ შედარებით პატარა მინდა. მწვადიც რა გემრიელი. აი ეს არის გემრიელი. აუ ლაშა, ხო იცი რომ გამომწერები გვცემენ ამას ხელით რო არიღებ. აღწერო მოუყვე. პატარა ქონის ფენა აქვს და მჭლენაწილი ნეკმთან. და როგორ წავენ ესე რა? ესეთი საწებელი არ მოყვება და
სულ ამბობ ხოლმე ბევრ ეპიზოდში მithქვამს კარგ ხორცს კარგად შემწვარს და კარგ ხორცს საწეველი არ ჭირდება და ამ ხორცს არ ჭირდება. აი მოვიდა აი მე რამდენი რამე გვაქვს. ჯერჯერობით. ეს უნდა დაამატო ჯერჯერობით. ხანკაბაბი მეგობრებო. ხანკაბაბი ქაბაბისგან განსხვავდება იმით, რომ ფორმა აქვს სხვანაირი. არა, ხანკაბაბი არის გულღვიძლი ბადეკონში. უბრალოდ წავენ ბადეში. და თხელია. ხო. ამის გამო უცებ მზადდება და ისეთი წვნიანია, რომ ვერ მიხვდება. აი ღვიძლი როგორ შეიძლება ესე წვნიანი იყოს? ძართული მოსამზადებელია. ხანის, ანუ ბატონის კაბაბი ეგეთისა. მომიჭერი გადმომირე. ესა? ხო. მოდი დავიჭირო. დაიცა მე დავიჭერ კაცო. მაგხელა არის. აი მე რა გემრიელია. ამას 4-ად გავყოფ. აი, ანდა ეგრე და მე მეოთხეც ვერ შევჭამ ბაბა. აი ძრო გასინჯავ მე ნახავ რომ შეიძლება სხვის მეოთხეც ხო ის როგორ წესია. თუ ამასო გასინჯავ, თუ არ მოგეწონა. ხო. ხო. ეუნებია რომ ნუ გადაიხდი. ნუ გადაიხდი? ხო, თუ არ მოგეწონა. მართლა? ეგეთ უნდა მოსოთ არ ყოფილა რა ვჯერათ რომ ეთქვას რომ ეს არ ვარ გავა. არ გადახდის ხათრით. ხო, არა. უნდა მოსოხალხმა რომ დაიწყოს, შეიძლება გაკოტრდება ეს. მოცი? დაწესებულება. ოპ. ვაიცა, მოცა და ესეც მეაყოლე. მაი. ლიმონიც უნდა მოაწურო. რომელი უფრო მომეწონა არ ვიცი. ხაბაბი თუ ნეკი, ორივე. თავის წონის კატეგორიაში ყველა. კი ბატონო. ორივეს თავისი ადგილი ქონია. აი მე კიდე. ბასტურმა. ბასტურმა. მოდი, ხან ქაბაბზე გადავალ მე. მოგაზრდა ხო? ოღონდ პატარა უნდა მოვიჭრაო. აი ეს არის ყველაზე პატარა. აი ეგეთ რაც არის. გავაფუჭე. არა, წაი. ესეც რაც დარჩა. აი აქ. ოილად ვიღებით არა. ეს ვერ შეჭ. შანსი არა. აბა დადუმებულია. ასწალია. ნახე რა ნაზი და რა ის არის წვნიანი. წვნიანი? აი უბრალოდ გასულია. ნახეთ. ნახეთ. აი ამასაც არაფერი არ აქვს. აი ნატურალური გემოა. არაფერი არ აქვს, ზედმეტი და ნაკლები. რა საწეველი ამას რა უნდა საწეველი? მე ამ ლიმონსაც არ ვახმარ. ჭეშმარიტი ცხვარმართის სიტყვებია. ხედავ, მიმიღეს. ნუ ციკული ეგრე ამბობს. ცხვარმართი. აუ ძალიან კაია. ამოდით ქეშალოში. მე კიდე იცი რას დავამატებდი? ამა თუ გგონიათ რომ ცხვარი არ გიყვართ. აქ მოსინჯათ თქვენი ძარები. და მერეც თუ თქვით რომ არ მიყვარს, მაშინ კაცია და გუნები. ყველა ნუ მაინც თუ აღმოჩნდა რომ ხო, ეს თუ მეგეჩვენდა. რა გემრიელად წვნიანია. ძალიან წვნიანია, მაგიტომ უყვარს. ნახე, ამას ხელს რო აკეთებენ, უცებ იწუხვა რა. აი ერთი წუთი ერთი მხარეს, ერთი წუთი მეორე მხარეს და წვენი ვერ ასწრებს გამოშრობას. თან გარედან ის ბადეკონი რო აქვს. სასწაულია. არა, ბევრი მოვაწურე. მე ბასტურმაზე გადავალ, მოგაწოდო? სოცხარ. ბასტურმა დავსინჯოთ და ბოლოში. ეს არის საქონლისხოთი, თუ აღმოჩნდა რომ ჩამოხვედი და ნუ აღმოჩნდა მე ეჭვი მეპარება, მაგრამ აღმოჩნდა რომ სხვარი მაინც არ გიყვარს, აი ეს არის საქონლის ეს უნდა გვეჭამა. ამის მე აღარა აქვს ეფექტი. ხო, აი ნახე თუ არა. ეს რა არის? არა, რა მცენარესთან არის შემწვარი? ქონდარივით, არა. რაღაცა ბექონდარია მე მგონი. კაია. ბექონდარა შეიძლება ბექონდარა იყოს. შეიძლება. უხდება.
ბიჭო, რა მოულქინეთ ამ სიცხეში? მე ვარ ზაბიგალოკების ფანი. ზაბიგალოკა ქართულად როგორ ითარგმნება არ ვიცი. Google ამბობს სასადილოაო, მაგრამ ზაბიგალოკა სხვანაირი კონოტაციაა. ცოტა უფრო იაფასიანი. ცოტა უფრო იაფასიანი. უცებ რო შეირბენდა შეჭამ. კი. მაგრამ გემრიელად რო ჭამ, მე მგონი ეგეც მოიაზრება. ხო. და ნახე ზაბიგალოკის მოღამი რა არის. ჯერ დიდი მენიუ არასოდეს არ აქვს ზაბიგალოკას. და მეორე ზაბიგალოკას არაფერი მიმზიდველი გემოს და ფასის გარდა არ აქვს. ხო, იქ არაფორმებენ ვიზუალურად, არ გაქვს რა განსაკუთრებული ანუ აი რესტორანი ძალიან კარგი რესტორანი რომ მუშაობს, ბევრი ფაქტორის გამო მუშაობს რა. ანუ სერვისი, გარემო, მუსიკა, აი უამრავი რამე. შეიძლება ძალიან მაგარი რესტორანი მიხვიდე და არ იყოს საჭმელი გემრიელი რა. შეიძლება არა ბევრი. და ზაბიგალოკაში აი გემრიელს არ გააკეთებენ თუ არა მეორე დღეს უნდა დაიხუროს რა. ხო, იმიტომ რომ სხვა არაფერს გესწრაფ. დიდი ხანი თუ ზაბიგალოკა სასაიბო მუშაობს და დარწმუნებ და ხალხი არის, დარწმუნებული უნდა იყო რომ იქ შეხვდა გემრიელად შეჭამ რა. ეს არის ჩემი თეორია. ამიტომ ერგება განმარტება ზუსტად ერთი. აი ეს ხუთი კერძია ძირითადი რაზეც გასაკავრება და ხუთივე არის აი სუპერ რა. ხუთივე არის ტოპ. არა, მეხუთე არ გამისინჯავს. ეგეც ტოპია. მეხუთე ჩვენ ვიცით წინასწარ და გვენდე და თუ გასინჯავ შენ და გავსინჯავ, აბარასვი და აუ ვიცი, აი ხორცის ზეიმია. ოღონდ მე ისეთებმა არ დაგვიწეროთ, ხორცი არ მიყვარს და ვიყავი და არ მომეწონა. ხორცი ვისაც გიყვარს, ხორცის ზეიმია. ძალიან ნაზია ცხრის. აი ყვერიჩა. თეთრი ხორცი. უნაზესია. თეთრი ხორცი რატო ქვია ყველა ხვდებით? ნუ აშკარად თეთრია, მაგრამ ისეთი ნაზია. იმინა დელიკატესია რა. ხო, ძალიან ნაზია. და გემრიელი. ძალიან ნაზია და ძალიან ისეთი ტონკი როგორ არის ქართულად, ისეთი გემო აქვს რა. ნატიფი. დელიკატო ნატიფი. ნატიფი გემო აქვს მართლა. ეს იცი, აი, ხოები ხო სასწაულია. რამე ისეთ კერძშიც მომეწონებოდა საინტერესო გარნირთან. რატო არ ამბობდნენ რესტორნებში? თბილისში სხვაგან. აი, იძახის ლაშა რომ იყო თბილისშიო. ადგილი, რომელსაც ესევე ერქვაო. და იქ მზადდებოდა. ბიჭო, ისეთი თვითკმარია ყველაფერი. არც გარნირი უნდა, არც საწებელი უნდა. არაფერი არ უნდა. არაფერი არ ჭირდება რა. აი ჩაიდეპიში და ეგრევე იხსნება ორგანიზმში. აუ, ძალიან ბევრი ახალი გამოცდილება მივიღე და მადლობა თქვენ. სუპერ. მოდი მაინც. მე ღვიძლი კი მიყვარს, არა, მიყვარს ძალიან, მაგრამ ეს ქაბაბი და ნეკრი მაინც ხომ კიდე სხვა კლასიკაა. სხვადასხვა. იმ დღესაც რო ვიყავით, აი ვცდილობდით, რომ აი რომელი ჯობია. ხო, ეხლა მაგას ვფიქრობდით, აი რანჟირება მაგრად. ყველა არის თავის კატეგორიაში. ყველა არის თავის წონით კატეგორიაში, აი სუპერ რა. ხო, აი ზოგი ხო დამუშავებული ხორცი არ უყვარს, მაშინ ეს მოეწონება და პირიქით. და არც ერთი არ არის წაყვანილი მზადების პროცესში საითმე რა, აი რა ვიცი, ნატურალური გემოა ყველას რა, როგორც უნდა იყოს ხორცი. აი ძალიან მომწონს. ბახტომა ძალიან გემრიელია, ცხვრის ფონზე ცოტა ისეთია, მაგრამ მაინც ხო, შანსი. ცოტა მშრალია, ნუ ესე. არ შემიდარებია, აი ცხვრის ხორცის გვერდზე უცებ და ცოტა უფრო ესეთია. უშინაარსო გამოჩნდა. უშინაარსოა. ამას ბევრი არომატებია. შევ თავიდან ეგ გვეჭამა. არ იქნებოდა. მაშინ უკვე თავის გემოდა, ეხა იმდან ზაფრი არის იმას გემოდი რომ მე ცებრემ. ხო. მაინც გემრიელი. ზაფრი გემო აქვს სხვა.
და ნახე ერთადერთი ამას აქვს დამატებული რაღაცა რომ გემო დაამატოს. აი დანარჩენი არ ჭირდება რა თვითკმარები. კარგი, მოვჩეთ ამით ეპიზოდი. შეგვიძლია მოვჩეთ. სრულის ხინკალი. ორი ვარიანტი გვაქვს. ან მოვჩეთ, ან ხინკალით შევუხვოთ. სრულის ხინკალი უბრალოდ გასასინჯათ 1-5 წელი რა. თვითონ რო გავსინჯოთ და მერე სტანდარტულად ჩაიზე აუ გადავიდეთ. ჩაი, ხო არა, არ მოვჩეთ. აი ამ სიცხეში. მურაბი? რა თქმა უნდა. აბა ისე არც მოგიტანა. მე რომ უნურაბო დავლიო რა შეიძლება. თქმა უნდა, კაცო, ცალკე დევს ის მურაბო, მეც მურაბოს ნადავლე და ამ სიცხეში ცხელ ჩაის რო სვამ, აი ეს ყველაფერი რო ჩააკ, აი ცალკე სიამოვნებაა. კაი, მიდი დაასტოპე, ახლა ჭამე და ხინკალი და ჩაი. ხინკალი ვეღარაო, გასულია, მზარეული. მზარეული გასულია, ჩვენც აღარ შეგვიძლია ხა მზარეულს ნუ დავაბრალებ. კი, იმიტომ რომ დღეს გავცხარდით და ეს არის მე მგონი ყველაზე საინტერესო ნაწილი. საინტერესო დაბოლოება, იმიტომ რომ თან მიყვარს ესეთ ჩაი, ესეთ ჭიქებში და თან მე მგონი ესეთ მძიმე ვახშამს უხდება, იმიტომ რომ ანეიტრალებს. თუ არ ანეიტრალებს. ანეიტრალებს. ოპა. მურაბა. ისა რა ქვია. შაქრით? არა. ლიმნის ასაღები ხო, გინდა. აი კი ნახე ლიმნის ასაღები, აი ესე, ნახე კიდე ბორთიც, აი ესე. ხო, მაგრამ ისინი ქონდა. და ვიცი, აქვს ესეც. ჭხირები მე გავატანე, ჩემ ბრალია. ისე მომეწონა ეს სერვირება, აი რაღაცეები ავალაგე და ეხა ფოტოს გადავიღებ. ამ გემრიელ ნოტაზე დავასრულოთ ჩვენი ეპიზოდი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა რომ დაფიქრება მჭირდება ხოლმე სხვა მართობას მაზიარეთ. და თუ კი იყო ნაზიარები. ნახონ. ჩვენ წეთაღრიც ვამდე სხვა მართებელი არ ვარ. ცოტათი დიდი გამოცდილება. ჩემზე დიდი სტაჟი გაქვს. კარგი. და დაგეხმარები. თუ რამე გაგიჭირდა რაღაც მიხვეცა რაღაცა გაგიჭირდა და მირეკეთა დაგეხმარები. კარგი. შემდეგი სხვა მართული ეპიზოდი იქნება უკვე ცხვრის დღესასწაულიდან. ხო, სადაც აგერ ვოვა დაგვპირდა და ნახევარი და 30-იანი. სხვა ნახევარი და 30-იანი. ხო. ან მანამდე ზამთარი უწევს და ერთი შეიძლება ხო ფითის გასინჯა. ფითი და ხინკალი მაშინ მერე ზამთარში ნოემბრის ბოლოს სავარაუდოდ 8-ს იმდება მოკლედ. კი ბატონო. კარგი, შევთან. მოდი ვაშა შენც დალიე ჩაი.